და ხელს მიშლის მე ისევე სოპოზიცია Elperches, trust the play, come on! I like to move it, move it. I like to move it, move it. I like to move it, move it. I like to move it. I like to move it, move it. I like to move it, move it. I like to move it, move it. I like to move it. და თუ კი არ გაქვს შენ სამსახური და თანაც შენს ოჯახსაც მაგრაცია მოაღელდები პატრიოტული ბრძოლები სადღაც ახლოს ბუჩქებშია და მაღარ არის ჩინოვნიკებში ძველებურად კორუფცია ეს მოვიტანა ჩვენმა კარგმა საყვარელმა ვარდების რევოლუცია ჩვენ დავიწყეთ გადავწყვეტი ბრძოლა და ბრძოლას მივუყვეთ ბოლომდე. აცე, დამოგივიდა რა. შენც დაიღალე? ვინ არის დაღლილი? შემართლა დაღლილო ვირო. არიქა ხალხო, მოდის, ქალები გადაბანეთ ჩქარა, მაჩო მოდის, მაჩო. რით ვერ გაიგეთ ხალხო? მე მაჩო კი არა, ბიშა მქვია, ბიშა. აბა? აბა დროზე დაყაჭეთ ფულები თორე მუხ თქვენი. გადაიხადეთ დროზე, გადაშახადებ თორე ხო იცით რა მოგივათ. აი, მეც მოვედი. აბა როგორ მოგეწოდათ ჩემი აგებული ჩადრევდები და კარუსელები? მაგარია. ამათ დამიხედეთ ერთი ამ ხელასახლე აუშენებიათ. მაგათი. სოფლის პანორამას ამახედე, სოფლის. ამას გავყიდი. გავაბრადელებ. ფუ. გადასახადები, უნდა გადაიხადოთ. მერე კი, აკვაპარკსაც აგიშენებთ. და ისა, ხო. რა უნდა მეთქვა? მე თქვენი ხმები მჭირდება. აი ასე, აი. იქნება თუდი სულაც არ მინდა საარჩევნო პიპი თქვენი ხმებით გამეზარდა კუდი ყველამ კარგად იცი რომ მე ვარ კარგი ტიპი ჩვენ გვინდა რომ ეს არჩევნები მოვიგო და თქვენი ხმები ჩააგდეთ ხუთებში სობრეროები გვეზდება უფრო ძალიან მალე სულ რაღაც წუთებში გუგულავას აგინიშნავთ უფრო ჩათვალეთ ჩვენ უკვე საგრებულოში ვარ ჩვენ ერთი გუნდი ვართ უყველას ბორში ვარ აი შემოვედეთ ფოსფორში ვაჯერ საჭყლები რა დღეში არიან ამათ ხელში
არა, რამე უნდა მოვიფიქრო, თორემ დავიჭვი ამათი საწოდაობით. შეხედეთ ერთი რამხელა სტადიონი აუშენებიათ. რა ვიცი, ჩვენ კი შიმშილით აკვლავენ, კაცო. სტადიონი ბერძნული სიტყვაა და დგომას ნიშნავს. უეფამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, ფაქტი ჯიუტია. აი გამარჯობათ თქვენი. გამარჯობა, ალბათ გეცნობი. მე ვარ ლევან ბერძენიშვილი. შვილო, შენ ჭკვიანი კაცი ჩანხარ და შენი დახმარება გვჭირდება. შენ სიქით გზა არა გვაქვს. რაშია საქმე? რაში და აი შემოგვესწიეთ შვილო, აი შენ და სულ ვაგავაღატაბე. ეს რა მითხარი კაცო? ეხლავე დაუძახებ ბიჭებს. გიწერია ძველ ტელეფონებს ვცლითო. აბატონო, ძველი ტელეფონი და შემიცვალეთ მესამე თაობის მობილურით. მომწყდი თავიდან. ადექი, წამოდექი ზეზე, თავი მაგარი ხომ არ გონია, უყურე ერთი ამაზე. აი, რახან არის შლი აი აქ დადექი და მერე ვნახოთ რა მოგივა. ჩემი ძმა კაცია. მაგარი ვინმეა, გამოგვადგება, ხო? ოე, ამიგო. გამოდი ერთი საქმე მაქვს შენთან. სად მოვედით? რა ზანზარებს შვილო? ან რა ყანყალებს? როგორ თუ სად? ეს შრომის პარტიის ოფისია, ვერ ხედავ? შალვა თავის შრომით აზანზარებს აქაურობას, აბა? აუცილებლად უნდა წავიყვანოთ. გამოსადეგი კაცია. ოით! 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 გავიგე ხალს კრივავენო და მე არ მიმიღებთ? მეშვიდე იქნები ბატონო? იქნები, დაზეა ბაზარი. ხალხო, ნუ გეშინიათ, ჩვენ თქვენს გადასარჩენად მოვედით. აბა გითხარით, ვის რა გაწუხებთ? ნუ გერიდებათ, აგერ ვართ ჩვენ და აგერ თქვენ. რამ დაამონჭა ეს ხალხი ბატონო? რატომ არ იღებენ ხმას? საკვირველია პირდაპირ. მათ თავიანთი ხმები წაართვეს შვილო. იმიტომ არიან ასე დღეში. ხალხო, ნუ გეშინიათ, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ შევცვლით. აბა აბა თაკრაუდათ.
ახლა უწადით აქიდან. მე და ჩემმა საზმომ ხალხს შეუსრულეთ დანაპირები. მოუტანეთ შადრევდები, კარუსელები, უფასო სასადილოები და ხალხი კმაყოფილია. ასე რომ გირჩევთ წახვიდეთ აქიდან. გასაგებია? რომელი დანაპირები შეასრულე? რატომ პოპულისტობ, ხალხი მშიერი გყავს. შენ კი მათ ჭრელი კარუსელებით და შადრევნებით ართობ, მე შენ განახებ, ეხლა როგორ უნდა ხალხის მოტყუება? ბაბიჯებო, მომხევით, ვასწავლოთ ამათ შუა. მე თქვენ გაჩვენებ ზერს, მომხევით. მე ძალიან კარგად ვიცი, რომელი მხრიდან უნდა შევდიო მათ. იმედი როგორ უნდა გქონდეს? ჯანდაბამდე გზა გქონიათ. ჩამოდით ხალხო, ისევ შეჩვეული ჭირი ჯობია. ისევ ამ ბანდიტებს მივცეთ ხმა. აი, დემოკრატიული არჩევნებიც. ო, ხალხო. აი! თქვენი მერიც. მე ყოველთვის ხალხი მირჩევდა. და ეხლაც ესე მოხდა. ასე რომ დახვიეთ აქიდან.